სიტყვა პატიებას აქვს ორი მნიშვნელობა. ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ანუ ესეთი სიტყვა არსებობს. ეს არის ამბივალენტური, ანუ ორ მნიშვნელოვანი, ამბივალენტური სიტყვა არის. და ის სწორედ ამის შესახებ მინდა გითხრათ. ერთი არის პატიება, აი რომელზეც იესო ქრისტემ უთხრა თავის მოციქულებს, რომ თუ ადამიანი დააშავებს, ცოდვას ჩაიდენს და მოვა და პატიებას გთხოვს, შენ უნდა აპატიო, ანუ შენდობა უნდა მიაჩნიო. და რამდენჯერაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, თუ მოვა და გთხოვს მაპატიე, უნდა აპატიო. მაგრამ ეს არის პატიება, სიტყვის ერთი მნიშვნელობა, რომ აი მე დავაშავ, მე ცუდი რამე ჩავიდინე. მე მაგალითად უხამსი სიტყვა წამომცდა და მაპატიე. მე ვეცდები რომ მეტი აღარ გავიმეორო ეს. და რა თქმა უნდა ამ დროს უნდა აპატიო ადამიანს. მაგრამ არსებობს კიდევ მეორე მნიშვნელობა ამ სიტყვის. რომ მე ცოდვა კი არ ჩავიდინე. მე ესეთი ადამიანი ვარ, ცოდვას ჩავდივარ ხოლმე და მაპატიე რომ ესეთი. მაპატიე რომ უხამს სიტყვებს ვიყენებ საუბარში. მაპატიე. აი ეს არის პატიების მეორე მნიშვნელობა, რომელიც სინამდვილეში არის შეგუება. ესე იგი, შენ ადამიანი გეუბნება, რომ შეეგუე ჩემს ცოდვებს. შეეგუე რომ მე ასეთი ვარ. და საერთოდ იცოდე, რომ ეს ესე იქნება. ანუ ფაქტიურად აი ამ უზნეობას ადამიანი აი ამ სიტყვით ვითომ და პატიების თხოვნით აკანონებს. შეეგუე ამას. შეეგუე რომ მე უხავს სიტყვაში უხმარ საუბარში. ეს არის უზნეობა. და ეს არავითარ შემთხვევაში ადამიანს არ უნდა აპატიო. ანუ არ უნდა შეეგუო.